ხარება მოდის ახლა 25-ში. აქ ხო ახალი სტილი არის და. რომ 4 შაბათს უწევს თან რა. ორი ტრადიცია რომ ასრულებენ წირვას და ასრულებენ პირველ შეწირულს. იგი რაღაც პერიოდის განმავლობაში არ სრულდებოდა ლიტურგია რა, და სრულდებოდა მის ნაცვლად პირველ შეწირული. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. ხო და იმისათვის რომ მომემზადებინა პატარა ტექსტი, ესე იგი კვირას ეუბნები და იმიტომ რომ 4 შაბათია რა და შანსი არ არის ვინმე მოვიდეს რა. ხო და ამიტომ სამუშაო დღეა და ცხადია და სხვა ძველ ეკლესიაში ეს მოძრავი იყო. პროფესორად როგორ ხდებოდა აი მე დიდი დღესასწაული თუ ხდებოდა კვირის შუაში ან შაბათს გადაქონდათ ან კვირას რა მისი მსახურება. აი მაგალითად მეხუთე შაბათი მარხვის აი ხარო შაბათი მოვა მაგას ეწოდება აკაფისტოს, ესე იგი დაუჯდომელის შაბათი. და მაგ დროს დაუჯდომელი, ესე იგი ღვთისმშობლისადმი დაუჯდომელი სრულად ორჯერ ფაქტობრივად ორჯერ იკითხება ცისკარზე, წუხსა და ცისკარზე, წუხის მერე და ცისკარზე. ხო და რაღაცნაირი არის შეწმული მასში. ხო და რაზე ახლა საერთოდ ახლა ბოლო ხანებში არაფერ კვლევას არ წავწყვდომი ვარ მე მარხვასთან დაკავშირებით, მაგრამ მარხვის ციკლთან დაკავშირებით. სწორედ ძალიან კარგი წიგნი მაქვს. აქვე ვლადიმირის სემინარიაში გამოიცა, კარგი ხანია უკვე 15 წელია რაც. პირადადაც შეხვედრე ვარ მაგ ეს არის აღმოსავლური წესის კათოლიკე. ესე იგი კათოლიკეებსაც აქვთ პირწმინდად არა უნიატური, არამედ აღმოსავლური წესის მონასტერი. რაღაც ბელგიაში. იქ ექვემდებარებიან რომის პაპს რა, ყველანაირად იცმევენ რა მსახურებენ როგორც მართლმადიდებლები. მაგრამ არც არასდროს ყოფილა მართლმადიდებლების დაქვემდებარების ქვეშ ან ეკლესიის წევრი ასე ვთქვათ, ნაწილი. ხო და აი მაგის აბატის დაწერილი კვლევა არის. მართლმადიდებლურ ლიტურგიაზე კი არა, აი რეფორმაზე, მსახურების რეფორმა როგორ ხდებოდა, ესე იგი ის იყო გააზრებული თუ სპონტანური გაუაზრებელი. ესე იგი უბრალოდ სხვა რაღაცა ხდებოდა, ვიღაცებს რაღაცები აიხაც ალბანეთში რო ჩავედი. ესე იგი ალბანელები მსახურებენ აი პირწმინდად ბერძნულად რა. ესე იგი ალბანური ენაა, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი ბერძნულია. მაგრამ აი წარმოვიდგინეთ და ლიტურგიაში და რაღაცაში უკვე დეტალური პატარა რაღაცა დეტალები, ზოგი მნიშვნელოვანი დეტალიც კი შეცვლილია უკვე რაღაცნაირად წაზრდილია სხვა მხარეს. თვითონ საბერძნეთის მიტროპოლიების მიხედვით და განსხვავდებიან მცირე რამეებში. განსხვავდება მაგალითად ბერძნული ეკლესია კონსტანტინოპოლის მსახურება განსხვავდება ბერძნულისაგან, რომელიც რეალურად ერთეიგივე უნდა ყოფილიყო, მაგრამ დეტალური განსხვავება ათონის თაზეც დეტალებში განსხვავება ათონის თაზეც მონასტერთა შორის ტიპიკონებში. წარმოიდგინეთ ესე ხდებოდა ძველად თან მაშინ ქალაქები კიდევ უფრო დაშორებულები იყვნენ, ინფორმაციათა ცვლა ასეთი ინტენსიური და ადვილი არ იყო. და შემდეგ რაღაცა ერთგან ჩამოყალიბებული ტრადიცია, მეორეგან ჩამოყალიბებული რაღაც პატარა ერთმანეთში გადმოიზრდებოდნენ რუსეთში და ამას იკვლევს რა, უფრო ჯერ თავდაპირველად იკვლევს თვითონ რეფორმის ცნებას, ღვთისმსახურების რეფორმის ცნებას და შემდეგ იკვლევს უკვე კონკრეტულ იკვლევს მაგალითად ისტორიულად ძირითადად როგორ იცვლებოდა ეს, მე როგორ ხდებოდა ეს.
კვეთის პროცესის ეს რიტუალი როგორ იცვლებოდა არაფერი განსაკუთრებით იქ არ ამას, მაგრამ ძირითადად უნდა დაინახოს ერთგვარ ამას ქვია ისტორია სოფია ქვია რა, ამრადაშვილიც კი იყენებდა ამ სიტყვას. ეხლა ამ ბელგიელმა რუსული იცის, ხო და როგორ და უფრო ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინოპოლურ ბერძნული ტრადყაიდის მსახურებას აკეთებს ეს ვინც ბელგიაშია. უფრო ახლო კავშირი აქვს რუსულ პარიზელებთან ცხადია ენის და გამო და ფრანგი და უფრო კავშირი აქვს აი ამ რუსული წარმომავლობის რუსული იმპერიული ეკლესიის ჩამომავლებთან ეკლესიებთან და ხალხთან და წარმომადგენლებთან. როგორ ხდება, არ ვიცი ხა ზუსტად მაგ ამბავი როგორ ხდებოდა, როგორ ხდება. ხო და მე ეს იკვლევს ამას ყველაფერს და უფრო იკვლევს ასე თქვათ, რატო ვთქვი ხა ეს რუსებთან, რაღაცა სოლოვიოვთან ძირითადად ვითარდება ისტორიოსოფია. ხა ისტორიოსოფია არის ისეთი რაღაცა მამრდაშვილიც კი მეორეს ამ სიტყვას განსაკუთრებული რამე კი არ არის, ეს არის ერთგვარი გამოძახილი ჰეგელის დიალექტიკისა რა. რომ საერთოდ ისტორია ეს არის გონის თვითშემეცნება პროცესი. ხო, და ესე იგი ისტორიას აქვს რაღაც გარკვეული თავისი საზრისი. სოფია ნიშნავს სიბრძნეს. მაგრამ არ ნიშნავს ხა ისტორიის სიყვარულს, ნიშნავს რომ ისტორიოსოფიაში ნიშნავს რომ იქ რაღაცა ფილოსოფია ხო არის ფილოსოფია სიყვარული, ტფობა, მეგობრობა. სიბრძნის ამ დროს არის რომ ისტორიას აქვს თავისი გარკვეული სიბრძნე, ისტორიო ლოგოსი ასე ვთქვათ. ეს ყოველთვის იყო ესეთი რომ რაღაც საზრისი ამ ისტორიაში არის, მაგრამ თვითონ ისტორია როგორც ასეთი გაგება და მისი ფილოსოფიური დამუშავება ეს მხოლოდ აი ჰეგელის მერე თუ მოდის და ძირითადად მე-20 საუკუნის ამბავია. ხო, მაგრამ რუსების გარდა არავინ არ ყოფილა ისტორიოსოფი. ესე იგი ეს ისტორიოსოფები იყვნენ გარკვეულწილად თეოლოგებიც კი. მაგრამ აქ განსასაზღვრე არის თვითონ სოფია რას ნიშნავს, ესე იგი როგორ ესმით სოფია. იყო ეს სოფიოლოგია ბულგაკოვი და ფლორენსკის და რომელიც არ გაიზიარეს ასე ვთქვათ სოფიალურმა ეკლესიამ. ესე იგი სოფია საღვთო სიბრძნე არსებობს და ის ერთგვარი კვაზი ჰიპოსტაზური მდგომარეობა აქვს რა. ესე იგი მეტაჰიპოსტაზური მდგომარეობა რაღაც ეს არის საღვთო სიბრძნე თავისთავად, რომლის მიხედვითაც აღესრულება ყველაფერი. ეს არის ცოცხალი, ფეთქავი ერთგვარი ორგანიზმი, ზოგჯერ ამის ღვთისმშობელთანაც კი ამას აიგიოდნენ. აი ესეთი წმინდა ჩამოყალიბებული სოფიოლოგია ეხლა შეიძლება იწერება, შეგიძლიათ დაძებნოთ. ეხლა ინტერნეტის საშუალებით რუსები განსაკუთრებით ალბათ ამ იმიტომ რომ ბულგაკოვის აღორძინება მოხდა ეს სხვადასხვა კი მართალია. მე რაღაც გამოცემები რომ არის იქ ბულგაკოვი სერიოზულად ბულგაკოვი ხელახლა სერგეი ბულგაკოვი ის რაღაცა ხელახალი აღორძინება ხდება. და მე არ წავიკითხე არც ერთი სიმართლე გითხრა არ მაინტერესებდა და არის თუ გაინტერესებთ აი ამ სოფიოლოგიის რაღაც ახლებული გამოცოცხლება ხდება. შეიძლება მე კიდეც ძალიან ახლოს ვარ ჩემი წარმოდგენით ამ სოფიოლოგიასთან, მაგრამ და ამ სოფიოლოგიასთან ძალიან ახლოს ვარ მეც რაღაც აი ლოგოსები და ტროპოსები რო ვლაპარაკობ ხოლმე. მაგრამ და შეიძლება საინტერესო იყოს აი მაგათ სოფიოლოგიას დაუბრუნდე და შევისწავლო და მე ჩემსაც შევადარვა რაღაცნაირად. მაგრამ არ ვიცი შეიძლება იყოს მაგალითად ეს წარმოსახვით
თეოლოგიური უნივერსიტეტია რაღაცაში ან თეოლოგიურ რომელიღაც ფაკულტეტზე ან რელიგიის ცოდნების როგორც სამაგისტრო უფრო იქნება კურსი სამაგისტრო სადოქტორო კურსი გაჩვენებს როგორი სისტემა და აი უფრო მათ იქნება ესე ჩაღრმავება თვითონ ამ დეტალზე იმიტომ რომ ძალიან დეტალური იქნება ეხლა არ ვიცი ზოგადად რაც მახსოვს სოციოლოგიიდან იმის მიხედვით ვჯელობ და არა ახალი რამე რო წამეკითხოს რამე განსაკუთრებული კვლევა მოგეთ ეს ისტორიოსოფია არის ის რომ ისტორიაში არის რაღაცა საზრისი რომ მაგრამ ვინ აძლევს ამ საზრისს და ამ სიბრძნეს და რა სახის არის ეს სიბრძნე ეს შეიძლება იყოს ასე ვთქვათ ეს არის წინასწარ განსაზღვრული ეს გულისხმობს წინასწარ განსაზღვრულობას თუ სიბრძნე ცოცხალი ესე იგი ცვალებადია თავის თავში უცვლელად ესე იგი ცვალებადი უბრალოდ დეტალებში კი არ გაიყოფა კავშირებში გაიყოფა აი როგორი სირთულის არის იცით ცოტა რთულია ეს და მე წარმოსახოთ მიჭის მაგრამ რატო დავწყე ამაზე ყველაფერზე ლაპარაკი რომ ეს ცოტა რთულია იცით როგორ ერთი აისახება მეორე მესამე მეოთხე აი წარმოიდგინეთ ესეთი რაღაცა რომ არის ერთი აზროვნება ფიქრი ესე იგი ვიღაცა მოაზროვნეს თავში რაღაცა აზრებია აი თუნდაც ის ხედავს თავის თავში რაღაც სამყაროს და ამ სამყაროში და ეხლა წარმოიდგინეთ ეს სამყარო დანახული სამყარო კიდე ხედავს უკვე თვითონ ხედავს რაღაცა სამყაროს მე ის სამყარო ხედავს რაღაცა სამყაროს წარმოიდგინეთ ეს რომ ეს ყველა სამყაროები ერთმანეთის ლოგოსები არის ერთმანეთის ყველა სამყარო არის მის შემდგომი სამყაროს ლოგოსი სიბრძნე ასე და წარმოიდგინეთ მე ესე მიდის და ბოლოში რომ მიხვალ ასე ვთქვათ ბოლო დანახულ სამყაროში აი ეს სამყარო ხედავს იმ სამყაროს ხედავს სამყაროს რომელიც იყო ის პირველი რომელიც ხედავდა სამყაროს ეს წარმოიდგინეთ ბოლო სამყაროს წარმოსახული სამყარო არის ის სამყარო რომელიც ხედავს სხვა სამყაროებს რომელიც სამყაროებს საბოლოო ჯამში ბრუნდება და აი ამ ბოლო სამყაროს აი წარმოიდგინეთ ესეთი ამობრუნებული ლენტა აი ეგეთი სიტუაციაა უცნაური ხა ეს როგორ უნდა აღწეროს სიტყვებით ხო ძნელი აღსაწერია მაგრამ და ამ ხარებაზე სთვის მოვიფიქრე რომ ავიღებ მეთქი ხა და რაღაცა 5 წუთი 10 წუთიანი პატარა ტექსტი გავაკეთე უცებ არაფერი საინტერესო არ არის უბრალოდ რომ აი კვირას რომ უთხრა ხალხს რომ აი რა ხარება და ეს ხარება რას ნიშნავს რა ხო და რომ თავარი რაც ჩდება ეს არის მიუწვდომელის და მიუწვდომადისა და მიწვდომადის ასე რომ მიუწვდომელისა და მიწვდომილის აღარ გამოდის ამიტომ ეს დი მიმღეობა უნდა თქვა ესე იგი მიუწვდომადისა და მიწვდომადის რაღაც უცნაური გაერთიანება ერთი მხრივ ღმერთი ძეღვთისა სიტყვა ღვთისა ლოგოს ღვთისა მიუწვდომელია ღმერთი უხილავია არის არ უხილავს ღმერთის გაცნობიერება შეცნობა ისე ის როგორც ის არის ჩვენ არ ვიცით არ შეგვიძლია მწუნარი არ აქვს და მეორე მხრივ აი ეს ყოველად მიუწვდომელი და უსაზღვრო მოისაზღვრა ადამიანის მუცელში მიიღო ადამიანის ფორმა და ადამიანდა და ხელშესახები არათუ და ხელშესახები გახდა ესე იგი არის ეს ორი ფენა რომელი ორი ფენაც ორი დაპირისპირებული უბრალოდ შეპირისპირებული
დაპირისპირება იმას ნიშნავს, ხო, ანტაგონიზმს რა. არა, ანტაგონისტები კი არ არიან, არამედ შეპირისპირება, ერთმანეთის პირისპირდგან. შეპირისპირებაც დატოლებას ნიშნავს რაღაცნაირად, დაპირისპირება ნიშნავს წინააღმდეგობას, მაგრამ მაინც ეს შეპირისპირება ჯობია ამ შემთხვევაში. ერთმანეთის შეპირისპირებული ორია, რაღაცა, თითქოს ორი პოლუსია. ერთი თავის ბოროტებისკენ უსაზღვროდ მიმავალი და მეორე, ასე ვთქვათ, თავის სიკეთეში უსაზღვროდ და სიმდიდრეში და სილამაზეში უსაზღვროდ ზარდი ყოველ მხრივ და ამავე დროს უძრავი, იმიტომ რომ ის უკვე სრულყოფილია. ერთი მხრივ სრულყოფილია და მეორე უსასრულო. როგორ წარმოგიდგენთ, სრულყოფილი უსასრულოს თუ სრულია, ხო? სრულყოფილია, ესე იგი სრულად გახდა. სრულყოფილი, სრული იქცა, ესე ყოფილი, ხო ნიშნავს. სრულ გახდომილი ასე იქნება, სრულად გამხდარი რა. სრულყოფილი თან ამავე დროს ყოფასთან არის სრულყოფილი, თან ყოფა. ყოფიერება, ხო? თან ყოფობს თავის სრულეში, ესე იგი მოსრულებულია და ამავე დროს უსასრულოა. აი თვითონ ღმერთშიც აი ესეთი ორი ერთმანეთ წყვილი ტერმინით განემარტება. და სამყარო და არსებობა საერთოდ ყოვლიერება უკვე ამ შემთხვევაში, რომელშიც ღმერთიც მოიაზრება, ამ შემთხვევაში ყოვლიერება ეს უნივერსი, როგორც გენათ ხა ადამიანური ქმნილი ყოვლიერება თუ საზოგადო ყოვლიერება, ესე სინამდვილე რაც არის, ის სინამდვილე იყოფა ორ დაპირისპირებულად, ყველაფერი გაუორდება, ბინარულები ექვია ამას და ყველაფერი არის ამ. სხვანაირად არ მოიაზროვნება ეს ერთეული. მას მეორე უნდა ყავდეს რაღაცას დამემართებაში. თუ რა მხოლოდ ერთი ფერი არის, ეს ფერი აღარ იქნება, სიბნელე იქნება. სამაგუსთან ხომ აქ იქ ნალაპარაკები. სარამაგუსთან ხომ სიბრმავე რომ არის პირველი მისციკი. სარამაგუსთან ეს სიბრმავე სარამაგუსის სიბრმავე ნათელია, თვალებში ნათელი უდგათ, სინათლეს ხედავენ ისე. სიბნელეს კი არ ხედავენ, სინათლეს ხედავენ. ოდქე სინათლე, იმიტომ რომ ყველა მაყოფილია თავის ცოდნით. ახლის დანახვა აღარ შეუულიათ, ხო, ყველაფერს მხოლოდ ერთფეროვნად ხედავენ. უკვე გაგებული აქვთ ყველა. ხო, და აი ეს სწორედ ეს ფეროვნება, ეს ერთფეროვნება გულისხმობს არაფერს. ვერაფერს ვერ ხედავ, ბრმავდები. იმისათვის რომ თუნდაც თეთრი დაინახო, მაშინ გჭირდება ნებისმიერ სხვა ფერი. მაგრამ თუ ნებისმიერ სხვა ფერს აიღებთ, აი მაგალითად, აი ავიღოთ თეთრი და ავიღოთ მწვანე. მაშინ ეს მწვანე იქნება შავი. ისე სრულიად დაპირისპირებული თეთრთან იქნება შავი. იმიტომ რომ იქნება მხოლოდ კონტრასტი იქნება, ეს იქნება ორი კონტრასტი. იქნება თეთრი და თეთრიც დაპირისპირებული აბსოლუტურად იქნება შავი. მაგრამ აი კაი ეხა, კაი. ხო და მოკლედ აი ამ ორ მთელი ხარება არის, რომ ამ ორი დაპირისპირებულობის ერთიანობა. როგორ და ეს ყველა ერთიანობა მართლა ღვთისმშობელში ერთიანდება, ეს მართლა ეგრე არის, როგორც გითხარით ეს სოფიოლოგიაში. ეს რომ ყველაფერი ერთიანდება ერთ რაღაცაში და ეს განპირობდება როგორც ღვთისმშობელი. ესე იგი სოფიოლოგიაში, მაგრამ რაც შეასაქმე, რომ ღმერთის სიბრძნე არის თავად ლოგოსი. პატრისტიკულად. და შენ რო ეს რო შემოგაგდა ამ ფილოსოფია კიდე სხვა არის, ხო? მაშინ უკვე ცოტა დამაბნეველი ხდება ეს ტერმინოლოგიოთ, მაგრამ ინტუიცია მანდაც სწორია, იმიტომ ყველაფერი ყოველად ორად იყოფა. სხვანაირად ჩვენ არ შეგვიძლია ის რამენაირად გავიგოთ. ხო და ამ ორ დაპირისპირებულობა, რომელიც აი ესე პოეტურად გამოიცემა ხარებაში და რიტუალურად, ხო? ეხლა მე ისტორიაზე გითხარით, რომ მაგალითად იმ დაუჯდომელის მარხვაში შემოტანას და მე მეხუთე შაბათს მიზის დადგენა არიციან იმ რა ქვია მკვლევარებმა, ლიტურგისტებმა. ყოველ შემთხვევაში მე როდესაც თვალს ვადევნებდი მაგათ ნაშრომს,
არის ამ პოტს აქ, ამ ის რო ვთქვი ბელგიელს აქ, მეტნაკლებად აი ეს მარხვის პერიოდის ცვალებადობა აღწერილი რა ლოგიკით ხდებოდა, რა საზრისი ჰქონდა ხა მისთვის როგორც რუსებთან დაახლოებულისთვის ისტორია სოფია მაინც რაღაცა ნაცნობია და აი ამ რაღაც ისტორიულ-სოფიურად მიუდგა ამ რეფორმას რა. რეფორმის ფილოსოფიურ თუ თეოლოგიურ გაგებას. რომ რეფორმაშიც არის რაღაც რამ ამოძრავებელი, არა შემთხვევითი, აი რაღაცას მიეწება, არამედ არის რაღაც საზრისობრივი მასში, რაღაცა სიბრძნე არის. თუ შემდეგ მე ეს შეგვიძლია ნუ ვთქვათ, რომ ეს არის ღმერთკაცური ბუნების ერთი მხრივ ადამიანი თავისი ჭკუით ჩართულობით და მეორე მხრივ სულიწმინდა რომ მოუწყობს ისე ამ ყველაფერს, აი სწორედ ეს შეერთდეს აი ადამიანის ნაღვაწი და რაღაც მივდივარ საერთო მიზნისკენ, რომელიც მიზანით საბოლოოდ დადგენილი ვერ იქნება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ადამიანი გახდება მონა და ცხოველი, ესე იგი ეს ჰეგელიანური მომენტი, როცა ხრება ადამიანის პიროვნება, იმიტომ თუ ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია სად არის ჩემი თავისუფლება და ეს, მაგრამ ამ საკითხს ადამიანის თავისუფლების აქვს ვერავინ ვერ წყვეტს, ვერც თეოლოგები და ვერავინ, ნუ დაუშვებ ღმერთის არსებობას და იტყვა ღმერთმა ღმერთში არის ეს მოგვარებული, მაგრამ ნუ როგორც კანტი იტყვის ამას ნოუმენში, მაგრამ ეს მაინც არ არის ბოლომდე რა პასუხი რა ასე ვთქვათ რა. ყველაზე კარგი პასუხი ისევ კანტმა გაც. ხო და ამ ხარებით გამოიცემა ეს აი ადამიანური ეს განცდა, რომ ჩვენ რაღაც ორ სამყაროში ვცხოვრობთ რა. ერთია რაღაც ჩემი სხეული სამყარო და მეორე სამყარო თუ როგორ მესმის მე ეს სამყარო. როგორ ვიგებ მე ამ სამყაროს. არის სამყარო რომელშიც ვარ და არის სამყარო რომელსაც მე ვიგებ. აი ამ სამყაროში ცხოვრება აზროვნებით. ხო, ეს განცდა ყველა ადამიანს აქვს რა, ეს გაურების, აი ეს გაურების რომ მე სული და ხორცი, პირველი რიტუალები ამის გარშემო იქნება და შემდეგ. ხო და ეს განცდა მაგალითად ამას რომ ეს ნუ ეს არის რა, ძირითადად ორი აი ამ დაპირისპირებულების ერთად შერწყმა ერთ პიროვნებაში, სადაც ღვთისმშობელში ასე ვთქვათ თავს იკრებს წიაღში თავს იკრებს ადამიანობა და ღმერთობა. ეს ყველაფერი იკრებს იესოში, მაგრამ ეს ყველაფერი ხორციელდება ღვთისმშობლის წიაღში. და აქედან გამომდინარე ეს არის რაღაც განსაკუთრებული გახსენება იმ დიდი უცნაურობისა, რომ უცნაურობაში და ამ უცნაურობისთვის საცნაურობა გარდადნობა. ესე იგი, უცნაური ნიშნავს, რა შენ არიცი, უცნობს ნიშნავს, უცნაური. ესე იგი, შეუცნობელი, ნაცნობი არ არის, ესე იგი, ცნობილი, ნაცნობია, შეუცნობელი. და მეორე მხრივ შეუცნობელი და მეორე მხრივ არის უნდა გახდეს ნაცნობი, ესე რაღაც საზრისი გავიგოთ და ეს დაგვირგვინდება მე ქრისტეს სისხლის და ხორცის ზიარებით, რომელიც იგი ყველანი იესოში ერთიანდებით აი ამ რიტუალით და ეს აი ამ ერთიანობისას აღნიშნავთ პოეტურად, რიტუალურად და აზრობრივად და შემდეგ ამას უკვე ეს ყველაფერი ნამდვილია, ნამდვილობის ბეჭედი არის სწორედ იზიარება, იმიტომ რომ ნამდვილი სისხლი და ხორცია იესოსი და ნამდვილად ის შემოდის ჩვენ სისხლს და ხორცში. ხო და ეს არის რაღაც თითქოს განკაცება უკვე ჩვენში, ჩემს სხეულს და არა მარტო ღვთისმშობლის. ეს დიდი საიდუმლოა და საიდუმლოდ ეს აღწერი, მაგრამ ეს მაინც საბოლოო ჯამში არის მაინც იმ აი ამ დუალობის ბინარულობის, ორ პოლუსიანობის, ორ ბინარულობის, ორია ხო? ბილინგვილი ხო? ბილინგვილი, ესე იგი ორენოვანი ბინარულობა. ბირდაბირობა, ბირი და ბირი. ბირი. თურქული სიტყვა არის ბირი. ბირი ერთს ნიშნავს. ხო. ბირანულობა, არა ბინარულობა უბრალოდ ესე რა. ასოციაცია. ხო, აი ამ სიტუაციაში თუ არა
ასეთ ამას ადამიანი აი ამ საიდუმლოს რომელიციც გაიღვიზა ადამიანის ცნობიერება რომელიც შეუცნობელი და უცნაური უნდა გაიცნობიეროს ეს არის ცნობიერება რო გაჩნდა ადამიანის გონება ასე პიროვნება აი ეს იმთავითო ის პარადოქსი რაც არის ეს ბინარულის პარადოქსი რომელიც აწვალებს ადამიანს აწუხებს ადამიანს და ადრე არ ვიცი თქვი თუ არა აი მაგალითად არანაირი სარგებელი არ არსებობს იმისა რომ მომთაბარი ცხოვრება ჯობია რა მონადირე ცხოვრება და ჯობი წყემსური ცხოვრება ნამდვილად ჯობია ადამიანისთვის ვიდრე ერთ სოფელში დასახლება მაგრამ აი ეს რელიგიაცოდნები ამბობენ რომ ეს დასახლება ადამიანი ერთად რო დასახლდა განაპირობა იმან რომ ისინი ახლოს უნდა დარჩენილიყო საფლავებთან და საფლავებს თავის წინაპრების საფლავებთან და ამ საფლავებს მიმაგრებული ასე თქვა რაღაცა სამსხვერპლო შეწმინდა ადგილი საკრალური ადგილის და შემდეგ აი ეს ამის გარშემო სახლობა, იმიტომ ეს ერთი მთლიანობის განცდა სჭირდებოდათ რა, იმდენად იმძლავრა აი ამ განხეთქილების და გაყოფილობის შეგრძნება, რომ რაღაცნაირად შეეცადათ მოეგვარებინათ და ერთ ადგილზე დასახლდნენ და აიჩინეს იქ რაღაცა ხორბლები და რაღაცები და რამაც განაპირობა მე ქალაქების და ასეთ რაღაცების წარმოშობა, რამაც განაპირობა მე ომები და მასაკარები, ასე ვთქვათ, გაჟლეტები და ხოცა ჟლეტები. ამიტომ ბიბლიაში აბელი ხო მეჯოგეა, წყემსია, ხო კაინი არის სწორედ მიწადმოქმედი. აი ეს მიწადმოქმედება არ მოუწონა რომელს, ასე ვთქვათ და აი მაინც მეჯოგეობა, წირობა, აბრაამი რო მოგზაურობს ეს მოგზაურობა არის რაღაცა სიახლის და ახლის დაბადების მომენტია რა, უფრო წამოწეულია ბიბლიაში თითქოს რა, რაღაცნაირად ესეთი ხსოვნა რომ ადამიანი მაგდროს უფრო თავისუფალი იყო და უფრო კმაყოფილი იყო ასე ვთქვათ. მაგრამ ეს აი ეს ტრაგიკული გახეთქილობა უნდა რაღაცად მოერგებინა, ხო? ეს აი ამ ხარების დროს, ну, ყველა დღესწაულის, მაგრამ ხარების დროს ეს თავისებურად ესე არ იქნება რა. მე ამ დროს რომ მოდიოდი გუშინ რაც ღამე იყო ზუზუს რო ასეირნებდი. კარგი ამინდი იყო და გამახსენდა აცაბაცა რომ არის ეხლა რაღაც სიმღერებს ვაკეთებენ ხელოვნური ინტელექტით იქ ხარ ერთი სიმღერა არის რა ერთი მე და ღამე არის გალექსილი რა გასიმღერებული თავისებურად მე და ღამე რაღაცა ინტონაციები ერთუცნა მაგრამ აი ეს აკაი ხო ახლა როცა ამ სტრიკოს ვწერ შუაღამე იწვის დნება სიოს სარკმლით მონა მე ველთა ზაპარს მეუნებ ეხლა დაუგვირით აქაც როგორი ბინარულობა ერთი მხრივ ღამე და მიბუმულობა ჩაკეტილობა სადაც ოთახში ხო შუაღამე იწვის დნება სიოს სარკმლით მონაბერი ესე იგი ეს ჩაკეტილია რა ჩაკეტილია ოთახში და ღამე იწვის და დნება ესე იგი ცხელა ძალიან ამაში სიცხე აი რაღა იწვის ნემას თან ორმაგი მნიშვნელობა ხო ეს იწვის მაგრამ ამ თუ იწვის უნდა დაიფერხლოს კიდეც ხო ეს ერთი მხარით ეს არის რომ ღამე შუა ღამეა ყველაზე ცუდი დრო არის ყველაზე ჯოჯოხეთური სიღრმე არის სიბნელის მაგრამ ის იწვის როგორ ჯოჯოხეთი იწვის ეს უნდა დაიბუგოს ესე იგი გათენდეს რა გათენებისკენ მიდის მაინც და იწვის და დნება ესე ერთი მხრივ აი თვითონვე იწვის და თვითონვე დნება როგორც სანთელი ხო აი თავის სიმხურვალისაგან თვითონვე დნება ეს არის სანთელი და რაღაცნაირად მაინც ანათებს რა სინათლე ჯოხის სანთელი რაღაცა თითქოს ანათებს და ამის შუქზე ის წერს ასაც წერს სიო სარკმლით მონავერი ველთა ზღაპარს მეუბნა ესე იგი ეს ჩაკეტილი ოთახში ღამე რომელიც ბუგავს ეთქვა ზაფხულის ღამეა რა თბილისის ზაფხულის ღამე როცა კონდიციონერი არ აქვს ხო და მეორე მხრივ რაღაცა შვება მოდის აი იმავე სარკმლიდან საიდანაც ეს სიბნელე შემოდის და ეს მონაბერი
ველთა ზღაპარს მეორე, ესე იგი სუნით შემოდის, რაღაცა სურნელი მოაქვს ხედვა. ეს მეორე ესე იგი ეს არის ერთი მხრივ ჯოჯოხეთის შავი ბნელი წერტილი, რომელიც იწვრთნება და მეორე მხრივ სიო, სულ ხოს სიო საიდანაც უნდა და სადაც უნდა იქ უბერავს, ხო? სახარების მიხედვით. სადაც უნდა ქრის მონაბერის შტაბერა, შტაბერს და მობერვა, ხო? მოებერა სული ძველ ქართულში ეს არის მობერვა, ნიშნავს სული წვიმის მობერვას. რომ მოგიბერავს რა. აი სიო, რომელიც სულიწმინდა საობით არის შეგვიძლია თქვა. და მოდის მოგიბერავს და ის დაგანახებს ახალ რაღაც უსაზღროს სივრცეებს, თავისუფლების სინათლის ველებზე გადაჭიმული ყვავილების და ასე შემდეგ, ხო? აქაც ეს ორი დაპირის, აი ერთ ლექსში კვლავ ეს დიდი წუხარევა და წუხილი და იმედი ამას ბერძნები უწოხიან ხარმოლიპის სიხარულევანი წუხარა. ხო. ვახ. აი მოიდის ახთან რაღაც. და წარმოიდგინეთ ესე იგი რომ ეს ხარების დღესასწაული რომ ამბობდი რომ მეთქი გადაქონდა ჩაბათ, მეთქი აი ისტორიულად ვერ ხსნიან თუ რატომ მოხდა მარხვაში ეს ხარების ეს დაუჯდომელი. მაგრამ დაუჯდომელი hey neighbors and they meet eventually. Oh wow, what's going on? ხო ერთ-ერთი ახსნაეგარი რომ ახალ მარხვაში ყოველთვის მაინც ხვდებოდა ღვთისმშობლის ეს 25 მარტი და ყოველ ძირითად მარხვაში უწევდა. აი ამიტომ რაღაც ერთ შაბათს დადგინდა რა, ესე იგი მეტყვა შაბათს გადაქონდათ ეს დღესასწაული. და მე ამას მოყვა დაუჯდომელი გააკეთეს იქ და ესეთი რაღაცა ხდება ასე რომ ამ დიდ ქალაქებში ეგრე უნდა კეთდებოდეს, მაგრამ ვერც ერთ ეპისკოპოსს ვერ გააგებინებ ვერაფერს. გავიგე ხა ვიღაცებს დაუჩივლიათ ეპისკოპოსს და რაღაცა გუნდს რომ ფაჩუაშულს რომ პატრიარქის რატო დაემართა პატრიარქს ესო ეხა ფაქტობრივად რას ამბობს რომ აბრალებს შიოს და იმას რომ მოკლა ეს პატრიარქი თუ რა სულელია რა ვიცი თუ მართლა ეგ თქვა სააღულ მაგას ეგ მაშინ ომის გამოცხადებას ნიშნავს. მაგრამ არა მგონი ეხა ეგეთი ჩერჩეტები იყვნენ რა. თუ რუსეთიდან არ მოდის ეგ შეკვეთა რომ ჩვენი ეკლესია გაეხრიჩოს. ვაიმე დედა ეს რა ზრმო მივიდა თავში. ეს ძალიან ცუდი იქნებოდა.